Salame მეგობრებო, დიდი ხანია არ დაგვიდია არაფერი. დღეს გვექნება ვარჯიში. ეს კარგ მეგობართან ერთად ჩამოსულია თბილისიდან, ოთო საბიაშვილი ვინც იცით. ვიკაჩავთ მკერდს, 12 საათზე უნდა დავიწყოთ ვარჯიში. ეხლა არის 10-20 წუთი. მე ვიყავი ანალიზებზე. ეხლა უნდა გავამზადო საჭმელი დილიდან. ქვემოთ რაისი, პროტეინი. განაწილებული მაქვს უკვე. ესეც სასწორზე. ჩავიტვირთები ხა, ნახშირწყლებით, ცილებით და წავალთ ვარჯიშზე და იქიდან უკვე გავაგრძელებთ. მოვედით დარბაზში. ოთოც ჩვენთანაა. მოგესალმებით. დღეს გვექნება კერდის ვარჯიში მხრებთან ერთად. ოთოს რეჟიმში შევიდა უკვე რამხელა გახდა. ცოტას ვიწყებ რა, ნელა ვიქონები. კი, ვნახოთ დღეს ფამზე კიდე როგორ იქნება. ვარჯიშებსაც გაჩვენებთ, ვილაპარაკებთ ბევრ რაღაცაზე, რაც ჩვენ სპორტს ეხება. ვიპოზიორებთ კიდე. ვნახოთ, რაღაც კარგი გამოვა ჩემი აზრით. კი, ჩემი აზრით. ერთი სული მაქვს, გავტესტო ეხა შენი. push day ასე ვთქვა. Let's go. ვარჯიშის წინ აუცილებლად უნდა გავხურდე. ადრე არ ხურდებოდი. მე შეიძლება შენც არ ხურდებოდი ადრე. მაგიტო რაღაც ტრავმები მიღებული მაქვს. ამიტომ აუცილებელია რომ გავხურდით. ეს ბოლო პერიოდში ხურდები მე. მაგრამ გახურება არ უნდა იყოს 20-30 წუთიანი, იმიტომ რომ რავი, 10 წუთი, 5 წუთი საკმარისია. შენ რას ვეკავ? ანალოგიურ ზუსტად. თავარია საქსრები გაახურო კარგად, ყესები, კუნთები, რომ ვარჯიშისთვის ძლიერად დატვირთო რა. ერთი მიკროფონი გვაქვს, ამიტომ ესე გვიწევს ახლა, მაგრამ არა უშავს შემდეგისთვის იქნება მეორეც. ოკეი. ესე საკმარისი იქნება მე. იტოქში პირველი ვარჯიში გვექნება ფუში კროსოვერში. ამ დაგვარად ნელა ჩაჭიმვით. იმიტომ რომ bodybuilding-ი არ არის სიჩქარეზე. bodybuilding-ი არის რომ კუნთი იგრძნო, კუნთი ჩაჭიმო მაქსიმალურად დიახ. შედეგიც მოდის. ისე ჩქარა არა როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ თუ ყველაფერს სწორად აკეთებ, შედეგი მოდის. აუცილებელია გახურება რა. აი გახურების გარეშე შეიძლება არ გამოგივიდეს ესეთი ვარჯიში როგორც საჭიროა. გახურების დროს ხვდები თან. ვარჯიში წაგივა თუ არ წაგივა, გახურების დროს უფრო ხვდები ჩემი აზრით. იმიტომ რომ ბენჩსაც რო ვაკეთებ და ვხურდები, რავი 40 კილო თუ არ წამივიდა, ესე იგი აღარ წავა ვაფშე. აი გახურებაზეც ნელა და კონცენტრირებულად რო აკეთებ და რო გზნობ უკვე კუნთს, იცი რომ კარგი ვარჯიში გელის რა. და კარგი ვარჯიში კიდე დამოკიდებულია ახლა ვარჯიშამდე რა შეჭამ და რამდენ ნახშირწყალს და როგორ ხა ეგ თავარი. მე დილით მაქვს ნაჭამი რამდენი გრამი ნახშირწყალი. 170 გრამი ნახშირწყალი მაქვს დილით ნაჭამი. და ცილაც 150 გრამი. პირველი კვება. 150 გრამი ცილა? არა, 50 გრამი ცილა. 150 too much. ერთ ჭამაზე. მე ესე 100 გრამი ნახშირწყალი მექნება. 100 გრამი ნახშირწყალი პირველი ვარჯიშისთვის კაი. ამას სამშაო მისვლას აკეთებ ხომ? ეხა ტატომ როგორც მითხრა, სამი მისვლა მაქვს. 10, 8, 6. ნუ ეგ მძიმე კვირას. ძიმე. კი. შენ ხო ტატო გეუბნება? კი. ვინც არის ეს? ტატო ეხმარება ოთოსაც. ჩათვა ერთი ტრენერი ყავს. საუკეთესო ადამიანი. დიახ, საუკეთესო ადამიანი, რომელმაც ძალიან მაგარი ფორმა დამატებია და ისიც მენტალურადაც შემდგორზე იყო, ამიტომ ძალიან ვაფასებ ამას. მალე ჩამოვა ტატო და ძალიან დიდი შეჯიბრიელი სტატუსაც. კი, ტატოსაც და დარწმუნებულები ვართ, რომ პროქარტს დაიჭერს ხელში რა. ეჭვიც არ გვეყარება მაგაში. ტატოსაც უკვე საკმაოდ კარგი შედეგი აქვს. კარგად გამოშვა. ნახე, ხა ფოტოები მეთქი, ვა, ესე მალე რანაირად. ძალიან მაგრად არის რა. კი.
დარბაზში ხედავ ყოველდღე ესეთი კონცენტრირებულად ესეთი დარბაზში მოდის ხოლმე ბიჭო 3 ლიტრიანი დიდი კალისტრა აქვს ხოლმე მოტანილი რა ბიჭო მაგარი ასწორებს რა იმენა ბიჭო ახლა მე თავიდან რაღაცა ისე ვიყავი ხოლმე მორცხვად რაღაცა ის რა დაჟე პირსახოცის გამოტანა მიტყდებოდა ხოლმე დარბაზში რაღაცა ის მე ხალხი რას ვია პირსახოცი დადის ან რაღაცა რა ხო და მთავარი ის არის რომ დარბაზში რავი არაფერი არ უნდა გაგიტყდეს რა ეგ დასვენადავდე რომ იქ ყველა არის თავისი თავისთვის და თავის გასაუმჯობესებლად რა უნდა იკაჩაო შენ გემოზე ფორმა დადო გააკეთო და არავინ გიყურებს იქ ახლა რა გეცმევა რაღაცა და ნუ მოკლედ რა კი პროსა ზოგს ეგ კომპლექსი უჩნდება იმიტომ რომ პირველად რომ მოდის დარბაზში და რავი ზოგი რომ მოდის აი და ტრენერს რო იყვნენ ბევრი ტრენერს იმიტომ იყოს ჩემი გამოცდილებიდანაც რომ არ შეუძლიათ მარტო ყოფნა ვიღაცა ჭირდება თვის დაელაპარაკე არა მარტო ვარ დაელაპარაკე აუხსნის რაღაცას რავი ზოგს ცხოვრების პრობლემებზე უყურს ლაპარაკი ეგ ნორმალურია მაგრამ დიახ დარბაზში რომ მითხარ ხარ შენ და ეს ყველაფერი იკაჩავებ გემრიელად პროსა ბლინები მისადგურზე დააბრუნო თავარი წესი ეგა დიახ და გასახდელის კარები დაკეტოთ ხოლმე რო გახვალთ კი აი let's go მე მიწყე კერძე გვაქვს 1 2 3 4 5 ვარჯიში გვექნება მკერდს მხრებზე 3 წესით და ტრიცეპზე ალბათ 1 იყო 10 მეტიც იყო არაუშვის რაიმე სლაიგრე კიდე შეიძლება თვეში კუნთების სტრუქტურა და კუნთების ზომაც შეიცვალა გავიზარდე უფრო რა პროსა ვაღიარებ და არ ვიცი იმდენად გადავიღალე აი რო არ დავისვენე ჩემპიონატის მერე და წავიდე და ისევ ყვება ისევ ყველაფერი ესე და აი ეხა რო დამარტყა და ბოლო 2 კვირა არ ვიცი არ შემიძლია რომ აი 100%-დან კი რაღაც 70%-ს ვაკეთებ ყვებაში ვარჯიში კარდიო ისა ესო მაგრამ აი 30% რო არ კეთდება შედეგი ნელა მიდის ძალიან და ფორმაზეც გეტყობა რომ აი ცოტა რაღაც აქ ცხიმი მოგემატა აქ წყალი მოგემატა უკვე მენტალურადაც იწყებ დასტრესვას რომ აუ bodybuilding ეგეთი რაღაცაა რომ სულ სტრესში ხარ როცა ხედავ რომ შენი ფორმა არ უმჯობესდება და პირიქით რაღაცა ემატება ცუდი რა ჩემი აზრით ეგრეა სხვათა შორის ძალიან კარგი არის რომ მიყევი რა შეჯიბრის მე რაღაც და აი მე ეგ შესომა დავუშვი რა შეჯიბრის მე ისე მოვეშვი რომ ერთი წელი ჩამივარ და აი დავიწყებ რაღაცა ვერ დავიწყე მე კიდე აი დავიწყე ვერ დავიწყე ჭამა შევყევი ისა და ნუ მოკლედ რა იმენა ჩემი თავი მზულდა მაგის გამო რა ისეთ საშინელება გავაკეთე და ისეთი ფორმა გავახუჭე რომ აი ბათუმში რო იყავეს ფორმა რო ბახსოვს აი იმ შეჯიბრის მე რავი აი რო გამეგზელებინა ესე შენსავი თუნდაც 60 60 50% ჩადება მაინც რომ გამეგზელებინა თუნდაც ვარჯიში გამეგზელებინა უკვე ბევრად უფრო მაღალ ლეველზე ვიქნებოდი ვიდრე ეხლა რა. ეხლა თავიდან მიწერს უბრალოდ დავეციო იმას რაც ფორმა მქონდა. კი, მაგრამ კუნთებს ახსოვს მაინც ეს. კი, მე უკვე რამხელა გახდე, გადავ. ერთი თვია რაც დავიწყე მოკლედ. ფორმაში დავრუნება, რეჟიმში ჩადგომა, რაღაცა ვარჯიში შევიყვება. ზუსტად იგივე პროგრამით ვარ თქმის მეც რა. push pull legi დასვენება, push pull-ი, მეორე ფეხი აღარ მაქვს, რა ისე დასვენება. იასა. ხო, პირველ დღეს პირველ ფუშზე მკერდზე მაქვს აქცენტი, მეორე ფუშის დღეს დელტებზე უფრო, ზუგზეც ანალოგიურად ერთ დღეს აქცენტი მაქვს დელტებზე და იმას სიგანეზე. კი. მეორე დღეს უგანიერეს. ეხა ეგ ვარჯიშების პროგრამა შენით გაქვს შედგენილი თუ ეგეც სტატომი გითხრა. სხვათა შორის, იმიტომ რომ სტატომ მეხმარება მე ყოველში, მაგრამ ფარმაში ჩემით იმაშვებ რა, ნუ მყავს კიდე ენდოკრინოლოგი. ცალკე ჩემით, თორე ესე კვებაში, ჭამაში, ვარჯიშებში და ესე შემდეგ კი ტატო მეუბნება. სხვათა შორის მე ახლა მე რო ეს ამ პროგრამას ვაკეთებ რა, რაც დავიწყე. პირველივე დღეს რაღაც რო გავისაუბრე, ანუ ზუსტად ანალოგიური გეგმა მქონდა, ანუ ვფიქრობდი რა, როგორ დავიწყო და ანალოგიურად ვფიქრობდი, ესეთი გეგმით მე ვარჯიშა. და ტატომ რომ მითხარ რომ მეც მაგ გეგმით ვარჯიშობო და რაღაცა დაახლოებით მიახლოებული ერთნაირი პროგრამა იყო. აი ერთი აქცენტი დელტაზე, ტატო მირჩია ეს ყოველივე. ტატო სიტყვას გავიმეორე, რომ მითხას რომ აი რაღაცა საშინელება ჭამეო, იმას შევჭამ რა, რასაც მეუბნება, იმას გავაკეთებ რა. ეხა ეგრე მოქვს რა. მე რაც გეუბნება, ის უნდა გააკეთო. მეც ყავს ეხა. მეც ყავს ეხა. აი ეხა დაჟე
ნუ ერთი ჩემი ზმაკაცია და ორი მოსწავლე მყავს კიდე. იმათაც ასე ვთქვათ ავიღე პასუხისმგებლობა, რომ მოვამზადო. ერთს ვამზადებ ხა სექტემბრისთვის და უკვე სხვა შორის ძალიან კაი ფორმაში. მეც აი ტატოსგან ბევრი რაღაცა ავიღე სხვათა შორის. ვისწავლე და ეგ მაგრად მისწორდება, რომ ტრენერისგან შეგიძლია ისწავლო. ბევრი რაღაცა ეგ ცოდნა მე გამოიყენო. კი. ერთ დარბაზში ხო ვართ? ნუ ერთ დარბაზში რა, ტატოს დარბაზში ვარ მე. ხო და. ერთადად უფრო ხშირად გვიწევს ხოლმე ერთად ვარჯიში რა, რაღაცა ისე და. აი მისვლებს შორის რაღაცა, ანუ რო ვარჯიშობ და ასე რო ვისვენებ. აი რო ლაპარაკობს რაღაცაზე, ხან რაღაცას დავიჭერ, ხან რაღაცას და აი ყველაფერს ჩემ თავზე მე ასე ვთქვათ, ანუ ამ ყველაფერს ძალიან მაგარამეს იძახის რა, ანუ ქსიამოვნებს კაცის მოსმენა და ისეთი ის არის, რომ უაზრობას არ გირჩევს რა და არ გეტყვის, იმიტომ რომ ძალიან წლის გამოცდილება აქვს თან. ყველაფერი რა. მე ამ სპორტში როგორც დავიწყე რაღაცა მოკლედ ვიტყვი, რომ ატომ პირდაპირ გადამარჩინა რა. აი პირდაპირ გადამარჩინა, თავს ვიკლავდი. 1000 მგ ტესტოსტერონზე, 1000 მგ ტრენზე. თავს ვიკლავდი და არ ვიცი. ნუ მოკლედ რა. ამასელებდა არ ვიცი. ნამდვილად. ეგ გვინდა ჩვენ. ესეც ჩვენი მეორე მისვლა და ერთ-ერთი მისვლა დაგვრჩა. გადავალ შემდეგ ვარჯიშზეც. ეს ვარჯიში ცოტა მირთულდება, იმიტომ რომ სტაბილიზატორები ჩემი არ არის მიჩვეული ამ ვარჯიშს რა. და შესაბამისად ცოტა ისეთი ფორმას ვერ ვაკეთებ, მაგრამ მაინც ისეთი კარგად აკეთებ. ისეთი ვარჯიში არის, რომ მაქსიმალურად გზნობ. თავარია, რომ აი გონებით იმ კუნთში იყო რა. muscle connection-ი კი აი ბევრის მეუნება, რომ აი რავი ტრაქს რო ვაკეთებია, რაღაცა ჩემ შეყვარებულს რაღაცა ვერ გზნობს, ვეუბნებ, რომ აი რავი любой ადამიანი შეიძლება ეგ უთხრა, რომ აი დგახარ მაგალითად საჯდომს აკეთებ, ბიცეპს აკეთებ, ხარს აკეთებ, აზრი არ აქვს. ადრე შვებოდი ეგრე. თვალებს ხუჭავდი პროსტა და აი ცდილობდი რომ აი დამეკავა ის, რომ აი არ ვიცი, ჩემზე ეგრე მოქმედება. კი. ბევრად სამ. თავარია რომ იფიქრო რა, აი ძალიან ბევრჯერ მოსვია რომ აი ვაკეთებ კაჩავ, მაგრამ ვერა რა, ვეგზნო. და აი უბრალოდ რო გონებას ჩართავ, რომ აი იმ კუნთზე ფიქრობ, აი რაღაცა რომ აი გონებრივად რთული ასახსნელია რა, თუ შენ თავზე არ გამოსვი რთული ასახსნელია და გიზულაშგეს რა, მაგრამ პლუს ისიცაა რომ კუნთური მასა თუ არ გაქვს საკმარისი ვერც იგრძნობ კუნთს. ამიტომ კი კუნთი მუშაობს, კუნთი ვითარდება, იზრდება, თუ ვერ გრძნობ კუნთს არ ნიშნავს რომ ის არ მუშაობს და არ იზრდება. ხო და აი რო იგრძნო ეს კუნთი, ისიცაა რომ ეგ კუნთი დამუშავებულიც უნდა ქონდეს რაღაც მხრივ. თუ დამწყები ხარ შეიძლება ვერ იგრძნო. ეხა ტრიცეპს ყველა იგრძნობს, იმიტომ რომ ადვილი მოძრაობაა, ჩააჭერ ტრიცეპსი იჭმება, მაგრამ კერდი რო იგრძნო აი სხვადასხვა კუთხეებით, სხვადასხვა ზედა მკერდი, შუა მკერდი, ქვედა მკერდი, ესე შემდეგ. დელტას ბევრი ვერ გრძნობს, უკანა მხარს ხო ვაფშე თითქმის უერავინ ვერ გრძნობს. იმიტომ რომ არასწორად აკეთებს კიდე ბევრი ეგეცაა, მაგრამ მეორე კიდე კუნთზე. ტრაპეციას უფრო თავენ ვიდრე უკანა დელტას. აი ამას აკეთებ. აი დელტის ასვა ტრაპეცია ეჭიმა ზერთად. აი ფულდაუნებზეც ეხლა ლათ ფულდაუნებზეც ისეთი რამე არის, რომ აი ვერ გრძნობს უმეტესობა, არასრულ 6 თვე კაჩავს, 1 წელი შეიძლება კაჩავს, მინახია კაცი 2 წელია კაჩავს და ვერ გრძნობს რა. და მთელი დატვირთვას გრძნობ, ან მაჯებზე, ან ბიცეპსზე რა. იგრძნობ, იმიტომ რომ მაჯები სულ დატვირთული გაქვს მთელი ცხოვრება, ბიცეპსი შესაბამისად უფრო დატვირთული არის, რაღაცას აწევაში გეხმარება რაღაცას და გრძნობელობით უფრო იგრძნობ ამაზე რა. ესე რომ შევხედოთ უკანა მხარს ყოველდღიურ ცხოვრებაში რისთვის ვიყენებთ? უკანა დელტას. აი ეს არ ვიცი, არაფერში ალბათ. რამეს თორდა. ვერ მოდი. ვიმესა დაიჭე და მოდი რაღაცა. აი კიდე ზურგს თავ რა. აი ცოტა მანჯაზე. ცოტა ეს ზემოთ დაიჭე. კი. აი კიდე ერთი მისვლა დაგვრჩა და გადავიდა შემდეგ ვარჯიშს. აი დროშის ამოხო. კი, всё. დროშის ამდენი თითქმის არავინ. წადით სოფელში და იქ იცხოვრეთ და უკანა მხარე გექნებათ წანდით. იგრძნოთ. კი. აი ხა მედი. ორიც. და. აი ელაშავ. შემდეგი ვარჯიში გვექნება ბენჩი, ოღონდ შტანგით არა. ჰამერში გვექნება ბენჩი. ძალიან მაგრად იგრძნობა აქ მკერდი, აი არ ვიცი. ბენჩზე ეგრე კარგად ვერ გრძნობ. იმიტომ რომ ფიქსირებული მოძრაობა აი ეს გიწევს და იქ
კიდე ბალანსის დაკავება რო გიწევს, მაინც იფანტება ცოტა ძალა. ამიტომ ცადოთ ახლა აქ ოთოსაც როგორ მოეწონება. მე ძალიან უწევს ეს ტრენაჟორი. მატა ფიტნესში ჩვენს გვაქვს რა. ხო და? სულ მაგ პროგრამაში ეს ვარჯიში. მატაჩი ამერიკით გაწყვეტს ხო? ამასოჩი. ბიჭო, კი, მაგის გვაქვს. კი, მაგისაც გვაქვს ტრენაჟორები. კონტროლი ბევრი ტრენაჟორია ზაალ. კი, ბევრი არის და ყველა საუკეთესო და ხელით არჩეული არის რა. კარგად ექნება არჩეული თან ყველაფერი. ეს კარგად ერკვევა ყველაფერში, ამიტომ მაგაში კომერციულ დარბაზებისგან განსხვავდება ჩვენი დარბაზი რა. კანათებითაც და იმ posing room-ითაც, რავი, აქ ტიპებს ვერ გავაკეთები ეგეთი რაღაცა, რავი მე. დავამატოთ უჭი. აი სხვათა შორის ეგ მიყვირს ხოლმე, რომ აი მესამე, მეოთხე ვარჯიში არის, ნუ მეხუთე ვარჯიში, აი პირველი მისვლა კიდე უნდა გავხურდე. აი რა უნდა გავხურდე, რა მკერდი უკვე ნავარჯიშები გაქვს რაღაც და რა მეხუთე ვარჯიშზე რაღა უნდა გავხურდე პირველი მისვლა. ზოგი ხურდება. მე ესე მიყვარს კეთება, ეხლა ხდება. ახლა oversize ხვაცვია. pump cover-ი. და ამ pump cover-შიც კი იმენა კერდის კონტრაქშენი ჩანს როგორ იცი, აი ვერა კამერაში თუ ჩანს ახლა არ ვიცი, მაგრამ აი ნავარჯიშები დიდი მკერდი და აი რაღაც ნავარჯიშები ჩანა. ეს არის 3XL. 3XL. და ეს 2XL. ჩაისვით კონტროლ ინსტრუმენტი, აი რომელსაც აწი ექნება. აი კონტროლ ინსტრუმენტზე, რავი, აი ჯერ კიდე TikTok-ზე და იმაზე ვჩითობდი ხოლმე, რაღაც ახალგაზრდული გქონდათ, იმენა მაგრამ ევასებოდა და სხვა შორის მაგათი არის ესეთი ის რა. ბანკ ოპი, იმენა მაგრად მინდოდა რომ დამეტრია და მაშინ არ ქონდათ არც დელივერი არაფერი რაღაც ეგეთები და დამეზარა მე გამოწერა დავიკიდე. და მაგარი, აი მაგარი გახარებულია. პატარა ბავშვით, მაინც გავაკეთე ხან ეს. მაინც როცა ამ ინდუსტრიაში ხარ, ასე ვთქვათ, კაჩავი, ბოდიბილდინგი, გადაღება ამ ყველაფრის რეალურად ჩემი აზრით დარბაზშიც ისე უნდა გეცოს გამორჩეულად. ნუ თუ იღებ და რაღაცა სტილი უნდა გქონდეს რაღაცა. მე ხა ჩემი სტილი მაქვს და რავი, მე ძალიან მაგრად მოწევ. პირველ რიგში მე ვკაიფობ ამ ყველაფრით რა. რავი, ბევრი დამეთანხმება, იმიტომ რომ დარბაზებში ბევრსაცვია, ან მაი მოტკეცილი ისინი რო რა ქვია. ხო, კომპრეშენები რო აცვიათ, ან ტანკტოპები, ან ოვერსაიზები. ეხლა რო დააკვირდე, ახალგაზრდობა, უმეტესობა დაჟე ეგრე იცმევს და რავი, მეც მაგრად მისწორდება, რომ კულტურა ამ ყველაფრის იხოდება და ხალხი ჯანზე მოდის რა. თავიდან ბაზარი არ არა, რო იწყებ, ტასაცმელს ახლა არ უყურებ რაღაცა ის რა. შენი ცხოვრების ნაწილი არ არის დარბაზი ჯერ რა. მაგრამ როცა დარბაზი შენი ცხოვრება არის, მოკლედ ნახევარ დღეს კი არ ზოგჯერ თელ დღეს აკატარებ რა. გინდა არ გინდა რომ გამორჩეულად გეცვას ან რაღაცა შენი სტილი ქონდეს რა. და ცალკე შეიძლება მთლიანი გარდირობი დაუთმო დარბაზის ტანსაცმელს რა. კი რავი, მე სიამოვნებს. მთლიანი ისა კარადის ერთი ნაწილი მთლიანად დარბაზის ტანსაცმელია. აი შეიძლება სიამოვნებს რა მთელი დრო დარბაზში ხარ რაღაცა კარგი მატერიალი გეცვას, კარგი ნაჭერი გეცვას, თან ლამაზი იყო, შენ სტილზე მორგებული რა. ბევრი არის სხვა ზოგს აი როგორც წამოთქვა კომპრეშენი უსწოდებათ. აი საიბერ სტილის რო არის ხოლმე რა. რაღაცა ის საიბერ კიბერნიჰილიზმი რავი. დატუები რო აქვს ხოლმე რაღაცა. ეს 1000-ნაირი რაღაცაა და ადრე ბერსერკის იყო ხოლმე მოდაში მაგის კომპრეშენები. ბერსერკის მეც მე კომპრეშენები, მაგრამ აღარ ვიცი, არ ვიცი. ხო. ეხლა ვეღარ დავამოღამე, იმიტომ რომ ესე ჩაცმა უფრო რაღაც, ესე ჩაცმა უფრო რაღაც ბრუტალურია, ვიდრე ეს მოტკეცილი რაღაც კლევური. ხო, მეც მოტკეცილები არ მისწორდება. პამკავერი შეგინა ტანკტოპი. ეხლა პროსტა პამკავერი ვერ ჩავიცი, არ მქონდა წამოღებული და რავი, მომიწევია პირველ ესე ვარ ის, მაგრამ ცოტა ხანში დავიპომპები და უფრო დიდი გამოჩნდები რა. ეს ვიდეო გამოვა ჩემს, მაგრამ ოთოსთანაც გამოვა კიდე ერთი ვიდეო, უკვე ოთოს არღზე. იმიტომ აქ წერაში იქნება ყველაფერი მითითებული, გადადით და subscribe-ეთ და support-ეთ. ოთხი რამდენი წლის ხარ ახლა? 18-ის ვარ ახლა. 18-ისა და ნახე რა ჯანზა. პატარა ეს ნორმალია. პატარა ძამიკო გავიჩნდა. არა. ეს რო იქნება ჩემ მე 23-ის ვარ უკვე. ეს რო 23-ის იქნება, რა ხელა იქნება წარმოიდგინე. აი მე ახლა გეგმაში მაქვს რომ აი 18 წლისას მინდა პროკარტის აღება რა. ძალიან შესაძლებელი იყო ჩემთვის აი წეღარო თქვი ვარჯიშს რომ მივყოლოდი იმ შეჯიბრების მერე რა. შესაძლებელია. 17 წლისას მოკლედ არ მინდა ხა ტრაბახში ან რაღაცა ეგეთ ჩამომიმეორდეს, მაგრამ ისეთი ფორმა მქონდა რომ რავი საქართველოს 4-გზის ჩემპიონი გავხდი მესვეზიქში რაღაცა და
ჯერ თბილისში, მერე ბათუმში, ოვეროლებში, ჩემ ასაკში. ვინც არის ბევრი უკვე გამოცდილება აქვს უკვე ესეთ ასაკში. ამიტომ ნამდვილად დასაფასებელია და აი ყველაზე დიდი რა არის საქართველოში. მისთვის მერე ვიტყვი. და ინტრიგა, მეგობრებო, ინტრიგა. სასწაული ვარჯიშია. ჯერ მარტო ყურებისგან ქსიამოვნებს, იმიტომ რომ ხედავ რომ კუნთი მუშაობს რა. რას სწორებს? იმას ერთად რო კაჩავ ადამიანთან, ვინც იმენა მაგაშია ჩართული და აი მას არკლებ რო ჭაობს რა, შემთხვევით რომ მოყვება რა. მე ხარ მარტო ვარჯიშობს. მეც მასეო. რავი. ყავდა ჩემი ბრატი ერთი. მაგრამ იქ სხვა დარბაზში გადავიდა. აუ ვეღარ ვახსენებ, მაგრამ მარტო კაჩავობაში მალეც ვამთავრე და თან როგორი კაჩავს რა. შენ კი მიკაჩავ ამიტომ. ტრადვერა, მაგრამ რამეს ვიზა. აწევ აბრასენ. ფეხები ჯობია დალო ძირში რომ მეტი გააკეთო. ან მე უფ. ორიც. კაია, ერთიც. Let's go. Კაი ბიჭი, ეგა. So. Good job. რას ვამბობდი? საქართველოში რა არის ჩემი აზრით. ასე თუ ისე ინდუსტრია აქვს bodybuilding-ის, fitness-ის. ჩემი აზრით უკვე ნორმალურად განვითარდა, კარგად განვითარდა და ძალიან მაგრად მეთქი ვერ ვიტყვი, რომ ტყუილი იქნება. სპორტსმენებს უწევთ ძალიან ბევრი ხარჯნო, ვინც დებს მის ხოვრებას bodybuilding-ში, ვინც არ იცის, ფინანსები თუ არ გაგაჩნია, ჯობია არ შემოხვიდე ამ სპორტში, იმიტომ რომ ვერ შეძლებ ელემენტარულად. კი შეიძლება ერთი მომზადება გააკეთო რაღაცა თანხებით, მაგრამ მიხვდები რომ აი სადღაც უკვე ვალი გადევს, სადღაც უკვე გაგიჭირდა, სადღაც უკვე და აღარ მოგინდება ელემენტარულად. კი არ ვამბობ რომ ყველა უნდა დასპონსორდეს რაღაცა, მაგრამ ვისაც პოტენციალი აქვს, აი ტიპი 18 წლისაა და შეხედე ცხოველი და ვინც ანვითარებს ან სოციალურ მედიას, მეტი ხალხი გებულობს, გინდა ოთოზე, გინდა ჩემზე, გინდა აი ბათუმშიც არიან ტიპები. არ ვიცი პროსტა ბრენდები, სად იყურებიან და აი მარტო ეს ბარტერული შემოთავაზებები როა, რომ აი რაღაცას მოგცემ და გადაიღე და მაგაზე მორჩა რა. ჩემი აზრით არ უნდა იყოს ეგრე და შესამჩნევ სპორტსმენებს ხელს უნდა უწყობდნენ, ჩემი აზრით, რომ ეს სპორტი უფრო განვითარდეს და დაჟე არა მარტო ევროპაში, აი რავი, მთელ მსოფლიოში შეგვეძლოს ასპარეზი და ასე შემდეგ რა. გინდა აი ტატო რო აიღო, რამდენი წელი ამ სპორტშია, რამ ხელა წილი ჩადო ამ სპორტში, რომ განვითარებულიყო ეს ყველაფერი. არა მარტო ტატო, აი ბოდიბილდერები, ვინც 20 წელია, 15 წელია გამოდიან და დღემდე არა აქვთ ის დასპონსორება, რაც რავი ამერიკაში რო ყოფილიყვნენ უკვე ესე იქნებოდა რა ყველაფერი. აი შენს და მეც გინდა აი რაც გვაცვია. ბევრი შარიში ვიცი. კი რა. ჩემ ხო აი კიდე ის არის რომ აი ბარტერული ის რო თქვა რა თანამშრომლობა. აი რა საქმეც რაშია? ბარტერულზეც კი უარს ამობენ რა. რამდენ კომპანია შევეხმიანე შარშამზადებაზე რო ვიყავი რა, რომ მეთქი კრეატინი ან პროტეინი ან რაღაც გამომგზავნეთ მეთქი, თქვენი სახელით მოემზადებით თქვენ მზადება და პირობას გაძლევთ მეთქი აქედანვე რომ უშედეგოდ არ დაგტოვეთ მეთქი თქვენი სახელით რაღაც და გავიმარჯვე კიდევაც თქო რა. და ან სინავდნენ, ან უარი იყო, ან არა, მოდი გააჯვი. მოკლედ რა. ეგეც არ არის. ეგ ეხავს მაგას. იმიტომ რომ რავი, კი, ისიცაა რომ ტიპს ვისაც ფული აქვს, მაინც ასე თუ ისე ეშინია ფულის ჩადება ვიღაცაში, იმიტომ რომ გონია რომ შეიძლება არ გაამართლოს და მინუსში წახვიდე, მაგრამ რავი, ტიპს რო ხედავ რომ უკვე იმართებს და უკვე რაღაცა სახელი აქვს და უკვე შეუძლია რომ რაღაცა გააკეთოს. ჩემი აზრით უნდა გარისხო რა. ხო, და ამხელა კომპანიები რო ხარ და ამხელა ფილიალები გინდა ის რაღაცა ერთი კრეატინი და ერთი პროტეინი მე მგონი არ უნდა გიწყვეტეს თვეში რომ გაუგზავნო ადამიანს და მეც ყველაფერს აკითხავს საათი. გინდა ვიტამინი რო ავიღოთ. ვერ ხვდები ვიტამინის ლოგიკას და ვაფშე ვერაფერს, იმიტომ რომ ამხელა კომპანია და აი რავი ბილდერები რო ავიღოთ ვისაც სპონსორებ. ვერ ვიხსენებ რომ ვინმე ბილდერს. ხო, მეც ვერ ვიხსენებ არა და ჩათვალე ჩვენი დამსახურებით ყიდიან ვაფშე ყველაფერს და ნუ რაღაც ფიტნეს ბლოგერებიც რეკომენდაციებს რომ
ხო, ანუ აი ბოქსერები არის, ბევრი შემთხვევაა რომ ბოქსერებს უფრო ხშირად ასპარეზობენ და ვიღაცა იგეთებს რა. და ამ დროს რომ ამ ბოქსერებს მაგარი მოკლედ რო თქვა, მაგარი კიდიათ ერთ ადგილზე რომ აი ამის პროდუქცია რა. პირიქით ესენი გეტყვენ ფული ჩამერიცხე, მე მოგიტან რაღაცა თურქულ ტრენდოვიდან გამოვაწერ რაღაცა 600-ს მოგიტანს, არის ძალიან ძმა. აი რა. ყველა შორის მახსოვს პირველად კრეატინი არა, პირველად პროტეინი გამოვიწე რაღაც ტრენდოვიდან თუ რაღაციდან. ზაავაფშე 17-16 წლის რო ვიყავი. ამ ხელა ბანკა დღეში 5 სკოპს უბრალოდ ფრანსა რა. შაქარით განღენთილი რაღაცა იქ. არ არის რა მასე რა. რა მარტო ესპორტი რა. მარტო ფულის ჩადება ამ სპორტში ხარ, უნდა იცოდე შენ ჯანმრთელობას ასწრებ. და ერთი ეგ არის რა, თუ ფული არ გაქვს, ჯანმრთელობასაც ვერ მიხედავ ისე როგორც საჭირო არის რა. აქ ყოველთვე ანალიზებია საჭირო, ყოველთვე რამე. ვიგეთ ანალიზები ისე. ანალიზებზეც რავი. აი გრუბად რო დავთვალოთ, ნუ ეხა ჩემი წონა და შენი წონა განსხვავდება. რამე ეხა 120 კილო ვარ და კიდე გეგმაში მაქვს რაღაც 15 კილოს მომატევა. დღეში უნდა ვჭამო, ჭამით ეხა რავი. კილონახევარი ხორცი რო ყოველდღე ჭამო, რავი, 2 პაჩქი მაკარონი ყოველდღე, 10 კვერცხი დილით 10 ძილის წინ, ანუ რო დათვალო ეს ყველაფერი. იმდანაც ზვირში გადეს საბოლოოდ, რომ ანუ თან მოგებას რო ვერ ნახავ, მოგებას მაშინ ნახავ, თუ აი აქედან წახვალ, უკვე პროკარდი გექნება, უკვე ბაზა გექნება, აქედან წახვალ და იქ შეგამჩნევენ, კი, ააწევ ამ კარიერას და გამოვა ეს ყველაფერი, მაგრამ აქ ჩემი აზრით არა, ჩემი გეგმა ვაფშე ეგაა, რომ ეხლა ეს ვისაც ვემზადები, მინდა რომ პროკარდე წავიდე, ანუ სო დავიწყო საზღვარგარეთ. ვაფშე ასპარეზი და გადავშალ და ესე შემდეგ. რომ აქ არ ვიცი, რა უნდა გაკეთდეს, რომ გვეშველოს ან თუნდაც რავი, რატო უნდა შემამჩნიოს საქართველოში ამერიკულმა ბრენდმა იმის მაგივრად, რომ რაღაცა ქართველებს დაეხმაროს და ანუ ეს даже რა არის ან წუწუნი და რაღაცა არა, მაგაში არ ჩახვალეს. პროსა სიმართლეა და რეალობა რომ იცოდეთ თქვენ, რომ ბოდიბილდინგით ფულს ვერ იშოვით რა. ანუ ვერ იშოვით სანამ აი პრო არ გახდები და აქედან არ წახვალ. და უცხოეთში არ შეგამჩნევენ? დიახ. კომპანიები. საქართველოში არავინ არ შეგამჩნევენ. არა, აზიარა. კი, სიმართლეა. აი ხა ჩემი გეგმაც ეგ არის, წეგამო 18 წლისას მინდა რომ პროკარდი ამეღო რა. და ეგ გეგმა ჩამიფლავდა, იმიტომ რომ 1 წელი ჩავაგე და ჩემი ბრალი იყო და ნუ მაგას აღარ გავაგრძელე. და ეხლა მაქვს გეგმაში რომ ეს 19 წლის ასაკში, ეხლა 19 წლის რო გავხდები. 19 წლის ასაკში მაინც 100% დავიჭირო ბარათი და არ მოვისვენებ, სანამ სულ რო საჭირო იყოს რომ 5 შეჯიბზე გავიდე, 5-ვეზე გავალ, სულ რო საჭირო იყოს რომ 10-ზე გავიდე, 10-ვეზე გავალ და ვალს ავიღებ, ან რაღაცა იმას დავფარო, მაგრამ 19 წლის ასაკში რო პროკარტი მაქვს დასახული, პრობარად ავიღებ ყველა ვარიანტში და ამისთვის ყველაფერს ვიზავ რა. მე მჯერა რომ გამომდიო. აი ამისთვის ახლა ყველაფერს ვაკეთებ. ეხლა ჩემი მიზანი არის რომ ეხლა ვშრები, ასე ვთქვათ, 200 ნახში წყალზე ვარ რაღაცა და მედი დაიწყე. ხო, 200 ნახში წყალზე ვარ რაღაცა, ნელ-ნელა ვშრები. წინ მაქვს მთელი 1 წელი დაახლოებით და შემდეგ წელს უკვე გეგმაში მაქვს რომ დაახლოებით ამ პერიოდში გამოვიდე MPS-ის შეჯიბზე ან ამ მსგავსი და პრობარათი წამოვიღო იქიდან რა. ყველა ვარიანტში გეგმაში მაქვს ეგ. ახლა ვარ დაახლოებით 85 კილო ვიყავი. საიდან წამოიღო სადაპირებ? MPS-ის შეჯიბზე რა. შეიძლება აქ გამოვიდე. შეიძლება ყოველწლიურად ვატარებენ უკვე ესენი. ხო. ეხლა სექტემბერში, სექტემბერში შეიძლება ვერ მოახსნა. სექტემბერში არა. შემდეგ წელს. სცენაზე. ამ როგორც მითხრა, არ მაგ იტალია მითხრა თუ ესპანეთი. ესპანეთი და პორტუგალია. ხო, ის იქნება. amateur ოლიმპია ხო. იქნება, პროკარტა არის. ეხლა, რავი, ღმერთის წყალობით, რავი, მაგს საშუალება რომ იქაც წავიდე და აქაც წავიდე და ეს მომზადება კარგად ჩაიაროს რა. მეც უკვე არა რა, აი უკვე გაჩერება აღარ შეიძლება. არანაირად, არც ჩემთვის არც ამის. ისე გვაქვს შეტოპილი. ეს კიდე ახალია. როცა შეტოპა, ჩათვალე შედიხარ გამოქვაბულში და უკან გამოსასვლელი გზა ნენელა აი ინგრევა რა, ნენელა ინგრევა. შედიხარ, უკან რო გამოიხედავ, აი ამას ხედავ. სიგნალეს ხედავ პროს. ვეღარ გამოხვა. ესპორტი ეგეთია. ან დებ ყველაფერს, ან არ დებ არაფერს რა. დიახ. ამას ეს უნდა გააანალიზო თავიდანვე რა. ამ სპორტით ცხოვრობ ჩვენ მოკლედ და ამ სპორტს უფრო ყველაფერს. ეს როლს სვავთ ჩვენ. პირდაპირ. ლიმონიან წყალთან ერთად. ამ სვამატებ ჩიტის რძესთან. აი ჩიტირზე ტოპია. ბოლო მისვლა ახლა ოთოსიც და ეგა გადავალ შემდეგს. მიდი ჯერ შენით წავიდა 1
3. კარგია, მიდი, 4. მიდი, 5. 1 ჩენით. მიდი, წავედა 3 კიდე. 1. დავай. 2. 3. კაი. კარგია. Salam aleikum, bratjam singusheji. ვიღაცა რუს ტიპი გავიცანი, მაგან დამაწყებია, მაგან გამიკეთა პირველი ნემსი. მეთქი არ მინდა მეთქი და უკვე დამასო. მეთქისა გადავედი. მაგრამ ფორმა ჩემით გამოუშრი, რაც შევძელი. და მე უკვე ჩავრთე რომ კუნთის აღარ გამეყოლებია რა გამოშრობის დროს ნატურალურად რო შრები კუნთის გაყვება. ძალიან თუ წახვე. რა უჩვეულებრივად არც გავიწმინდი არც არაფერი. 5 თვეში ახალი კურსი დავიწყო. უკვე მაგ დაიწყო შეჯდომები და ამბები. მაგრამ აი შენ როგორც ტატო ყავდა და ცოდნა გქონდა და გაძლევდა მაგ ფლიან ცოდნას. მე ეგრე არავინ არ მყავდა და თავიდან ფორმა ისეთი არ მომდიოდა როგორც მინდოდა წყალში ვიყავი, ცხიმში ვიყავი, ხან იმას ჭამდი, ხან ამას ჭამდი, ხან ისე ვარჯიშავდი, ხან ასე ვარჯიშავდი და ვერ ხვდებოდი ვერაფერს. მაგრამ მე ვინც იცის გამოსულის ყობა გოგუა ეგ ჩემი ბრატია დამეხმარა მაშინ ამიხსნა ვაფშე რა ბოდიბილდინგი პირველი ადამიანი ვინც მომკიდა ხელი ესე და ამიხსნა რომ ეს ესეა და მადლობა იმასაც ძალიან დიდი რომ თავის დროზე თორე მეც რავი ალბათ დავიხუპებოდი ტრენის გაკეთება მინდა მეთქი 700 მილიგრამი მეთქი ეს წამომარტყა თავში მე ცოტა მაგარი კიდე კაი რომ ტატო გავიცანი და ტატო მიშველ თორე ანგელოზე let's go დავიწყეთ ეს სისხლი უკვე ისია შესული ხა თითი რომ დაადე იასავნისფერი და თეთრი გახდა რეზიც გამოჩნდა დარბაზში სალამი მეგობრებო სალამი და რეზი ცოტა მაჯად კივა და Telegram მარზე დავდები სხვათა შორის რეზის შედეგი გადადით ვინც არ ნახეთ. შემოუერთეთ Telegram-ს. კი. იქ ისეთ რაღაცეები დება, რაც აქ არ შეიძლება და სხვაგან არ შეიძლება, ამიტომ let's go. დავიდე. დავა შენი. დავდა. Okay. დავა. ერთი. სამ. მე. 4. დავა. 5. 3 კიდე. 6. მე. 7. 1 წმინდი. კაი ბიჭი. ეგა. Good job. გადმოვედით ფლაიზე ხა. კერძე ბოლო ვარჯიშს გავაკეთებთ აქ და დავიწყებთ დელტებს. ვნახოთ აბა რა გამოვა. აქაც 3 მისვლა. 10-8. სისხლს ბოლომდე უკვე შევიყვანთ. და მე აქვე ალბათ გავაგრძელებ გაშლას, ხო, შუა დელტით დავიწყებთ. დავა. მოჩქარო. ჩაჭიმე და მე გავუშვი. ეგრე. ეგრე. აი. მაგარი ტრენაჟორია ეს მაგად მომეწონა. კე. აი შენ გემოზე აღებულებ რა ხელს. მოყვება რა ძალიან ლამაზად. ამსაც ყოველთვის ამაზე მე სახელურებს ვამლევდი ვაფშე ანდრე რომ უფრო წინ წამი. ხო, კი. ესეც
მაგრად გამისწორდა ახლა ეს რა. ტრენაჟორი თუ არ მოყვება, ტრენაჟორი თუ არ არის მორგებული ისე რომ შენ კომფორტზე იყოს, შენ კუნთის ჩართულობაზე, აი ბაზარი არა თუ მოინდომებ, სულ ორი განტელი ქონდეს ეგრე სივარჯიშებ რა, მოინდომებ და ივარჯიშებ, მაგრამ აი როცა აბონემენტს ყიდულო რაღაც დარბაზში დადიხარ, რატომ უნდა იარო დარბაზში რა? ანუ დარბაზში ფულს ვიხდი, შენ წადექი და ისე დარბაზში მიდი, სადაც შენზე მორგებული იქნება თუნდაც ტრენაჟორები და არ იქნება გათვლილი მაგალითად აი ტრენაჟორებზე მეტი ფული რომ დახარჯული არის აი ყვავილებზე და აი ლიჟბი მოიზიდოს ხალხი და ლიჟბი რაღაცა რეკლამა ან რაღაცა. აი კომერციალ ჯინებს მაგიტო ვერ ვიდა რა. ყველა ტრენაჟორებიდან ეხლა ბოდიბილდინგისთვის რამდენი ხანი ერთი წელი ამ დარბაზში ვარ მუშაობ. რა ვკარჩავ და ყველა დარბაზში ვიყავი ვაფშე ბათუმში და ანუ ყველაზე კარგად აქ შეგიძლია აი პონტის замუშავა არ ვიცი კარგად მოყვება ტრენაჟორები ზოგადად რა აი ტექნოჯემი ხო სრული სისულელე და საზღვრობა. აი პროსტა ფიტნესისთვის კი ხო ბაზარი არა მაგრამ რაღაც ნიუდობნია რომ აი რაღაც გზნო უფრო ტროსი რაღაც არ ჭიმავს წონა რაღაც უაზრო მძიმე შეიძლება იყოს ერთ ტრენაჟორში მეორეში ვაფშე ვერ გზნობდე ბალანსი არაა თითქოს კი ამიტომ აი აქ და მატაფირკლეში თბილისში ვინც ხართ მიდით რაც კაჩავეთ აუცილებო კი მატაში კაროჩე მატას დარბაზში კაროჩე აი ტატოს ჰა აი თუ სიტყვას ვამეტერდი ან რაღაც რაც მან დავიწყე ვარჯიში თუნდაც ორი ფილიალი ხო აქ მოსკოვზე იყო და მოსკოვის მოსკოვზე და ახლა გდანში სხვა არის ერთ წელია უკვე რაღაცა ეს რა და სხვა დარბაზში ვერ ვკაჩავ არ შემიძლია უყურებ ვიდეოს ძალიან ბევრი ტრენაჟორია ყველანაირი მუმენტი ყველანაირი მრავალფეროვნება ყველანაირი ვაფშე ყველაფერი გორგებული არის რომ მაქსიმალურად ის კუნთი იგზნო და ის კუნთი დაამუშავო როგორც საჭირო არის რა კი გარემოც შესანიშნავი ან მარტო ტრენაჟორები კი არ არის გათვლილი ანუ გარემოც ყველაზე ანუ ძალიან მაგათაც სისუფთავე გინდა ჰიგიენა გინდა მოსაცდელის გინდა რა ქვია სივრცე ყველაფერი რა ანუ დიზაინი გინდა ну ბევრი ვარ გავატრაკო რასაც ვამბობ რა ეხა ის არის რომ აი ჩვენ ვამბობთ თქვენი აზრი შეიძლება ქონდეს მაგრამ შეგიძლიათ აქაც მოხვიდეთ თბილისში რატოსანაც მიხვიდეთ დარბაზში ან შეხედოთ და მიხვდებით რომ აი რა განსხვავება არის რატო ლაპარაკობთ ესე რა ვინც არის ის არ იცის ვინც იცის ვინც ახალი არის ვინც ავარჯიშოთ შეიძლება არ დადიზა მარტო ახლა თუ დამწყები ხარ რეალურად დიდი აზრი არა აქვს შენთვის რომ დარბაზში წახვალ მაგრამ თუ დაიწყებ კაჩავს და დრო გავა და მიხვდები რომ აუ რაღაც უკვე სერიოზულად მინდა და რაღაცა დარბაზში შეცვალ მოგიწევს იმიტომ რომ სხვა ინვენტორი დაგჭირდება არა ეგ ნუ ეგ პირველ რიგში მე ახლა ყვება იმაზე აღარ მოხლაპარაკ 100%-იანი ეგრე აი დავიწყებ ახლა მე ამის ვარჯიშს და ერთი რაღაცა რაც მაგაზე უნდა მეთქვა მაგას მე ვიტყვი რა მეც რვაჯერ გავუშვ კარგია 4 მიდი 6 მოკლეები გავუშვი აღარ გინდა ეს просто გაწელვას აი ეგრე იყოს დაიღალა მკერდი უკვე აი მაგას შორის რა მომე რა მოკლე აზრი არა აქვს რა რავი მე მაგრამ სიამოვნებს ბოლოში 2-3 გამეორება კიდე არ არის აი შენთვის შეიძლება ვინც ეგრე შეიძლება აზრი არ ქონდეს შენთვის მაგრამ ჩემთვის მაგარი აზრი დებს რა აი პატარა იმასაც რომ ამატე მე მაგრამ ჯერ სიამოვნება არის მე დაჭიმო არა და ყვამბიც უკეთესი მაქვს რა ხო მოკლედ გავაგზავნოთ იქიდან რომ აი დარბაზზე რომ ამოვდი ყველა ადამიანს აქვს სხვადასხვა ბიომექანიკა ყველა ადამიანს ანუ სხვადასხვა კუნთის მიმაგრება ეს შეიძლება მაგალითად უგანიერეს ცოტა ზევით ქონდეს ეს ქვემოთ ქონდეს აი შეიძლება საქსარი მაგალითად ეს არ ჩამოქონდეს მაგ ეს არ შეეძლოს ჩამოტანა და ესე შეეძლოს ან რაღაცა რა და დარბაზი კარგი დარბაზი გაძლევს იმის ფუფუნებას რომ შენზე იყოს მორგებული რა მოძრაობა შეგიძლია გამოცადო აი შენ თუ მაგალითად აი ტრენაჟერს ვერ აკეთებ შენ მაგალითად შეიძლება ამას ვერ აკეთებდი აი ესე რომ გავშალო აი ამაზე მეტი შეიძლება ამაზე მეტი ვეღარ მიქონდეს რა და კარგი დარბაზი იმის ფუფუნებას გაძლევს რომ აი შენზე მორგებულად გააკეთო და ის კუნთი მაქსიმალურად იგზნო რა აი ეგ არის განსხვავება და ეგ უნდა გაიგო რა ეგ უნდა გაიაზრო და ამას რაც უფრო მალე გაიაზრე მით უფრო მალე დაინახავ შედეგს რა სწორად ვარჯიში არის ყველაფერი სწორად ვარჯიში არის
არა თუ არ შეჭამ საჭმელს არაფერი არ გაგეზდება. საჭმელი არის აუცილებელი. ხო. ეგ თაფლი. ფეტები ეგეც რა. კი, ისა ტობლერონი. აზიებში რო იყიდება შოკოლადები, რაღაცა ეს სამკუთხედი. აი, ტრენ ბალონი ქვია რა. კი, შეგიძლია დასერჩოთ. ესეთ კი, მესამე არის. ავიდა. დავარ. შენი. დავიდა. დავარ. აი. ორიც მინდა. გავშვი. კაი. კარგია. ეგა კერდიც მოურჩით. პროცესი თუ არ ქსიამოვნებს. ხანდახან არ ქსიამოვნებს. ხო, ბაზარია, ხანდახან არა. მაგრამ ძალით აკეთებ და მე ქსიამოვნებს. მაგრამ აი ვარჯიშის ის მომენტი რო აი ფორმაში ხარ იპამპები და დიდდები, აი სასწაული შეგრძნებაა რა. ხაბო გავიდა ახლა და რას დავამატებდი რა. გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო. ესეთი კონტენტი იშვიათი არის საქართველოში რა. და ამ კონტენტს ჭირდება მხარდაჭერა რა. თუ ნახვებს ვერ აგროვებს, ლაიქებს ვერ აგროვებს რაღაცა. კი ბაზარი არა შენ მუღამს ისწორებ და იღებ, მაგრამ აი სუპორტი რო გაქვს გისწორდება რა. და რავი ერთმანეთს თუ არ დავაფასე და ერთმანეთს თუ არ დავუგდექით ხარში ესე. რავი, ანუ სპორტიც ვერ განვითარდება. დარწმუნებული ვარ, რომ ეხლა როგორც წეგან ამობდა ხაბო, რომ ის არის, რომ აი ნორმალურად უკვე თითქმის განვითარდა რა ბოდიბილდინგი, ანუ ხალხს ესმის რა. აი ვიღაცა რო გააჩერო და ბამსტეზე კითხო, ეცოდინება ვინ არის რა. აი რაღაცა, აი იციან რა უკვე, ანუ ეს კულტურა ნელა ინერგება რა. უნდა გამოჩნდეს რა. უნდა დაფასდეს და ყველაფერი უნდა გამოვიდეს რა. და ერთმანეთს უნდა დავუდგეთ გვერდში. თვანაირად არ გამოვა რა. ხო ეგრეა. მასია. აო, რას ამბობდი? ბიჭო, აი მას ვამბობდი, რომ აი ისედაც სპორტი ისე არის, რომ ერთმანეთს თუ არ დავუდგეთ გვერდში არ გამოვა რა და აი ეს დაბოღმილი კავანდა არ შემიძლი ხართ იმენა, ვინც ერთმანეთზე იბოღმებით და რაღაცა ეგეთი. აი, არის ერთი ეგეთი. ჩვენ არ გვერიდება რავი იმენა. შენ თუ ამას შენ თოზე იღე. არა რა, არის მართალს ამობს, რომ ერთმანეთს გვერდში თუ არ დავუდგეთ ჩვენ. რო სხვა არ დაგიდგება ეხა. ეხა არა სავალდებულო რომ ყველას რაღაცა გვერდში დავუდგე, მაგრამ ყველასთან კარგი ურთიერთობა უნდა ქონდეს. ნუ მე ეგრე ვფიქრობ, იმიტომ რომ არავინ არ უნდა იყოს შენზე გაბოროტებული და რავი რაღაცა არ უნდა ლაპარაკობდეს შენზე. ანუ აზრი არა აქვს მაგ ყველაფერს, იმიტომ რომ შენ სახელს იფუჭებ ამ ლაპარაკით, სხვაზე ცუდის ლაპარაკით. კიდე შენ სახელს იფუჭებ, რომ ეგეთი ტიპი ხარ, რომ ვიღაცაზე რაღაცას ლაპარაკობ, რავი. არ უნდა იყოს ეგეთი ტიპი რა. აი შეიძლება რომ რა, მაგრამ შეიძლება ჯიგარი მოკლედ ეგეთი სიტუაციაც არის. შეიძლება არ უნდა იყოს არ უნდა იყოს მოკლედ რა. აი ეგ არის მთავარი რა. ეგ არის მთავარი. ეგ არის მთავარი რომ ბიჭო არ უნდა დაიბოგნო რაღაცა იმაზე რა და შური არ უნდა გქონდეს სხვის მიმართ რაღაცა რა და აი არ არის სწორი რა. ეხლა აი დათოს ეხლა სულ მე მგონი მესამე ჯერ გნახავთ მეოთხე რა. ეს დათო ბათუმში ცხოვრობს, მე თბილისში ვცხოვრობ. დათო რომ ეხლა თბილისში ჩამოვიდეს და რაღაცას, ანუ კარგი ურთიერთობა უნდა დაიჭირო ერთმანეთთან, აი ისე ვინც ჯიგარია და ვიღაცა, აი შეიძლება ჩვენ ყოველდღიური კონტაქტი ხო არა გვაქვს რაღაცა ის რა, მაგრამ აი თბილისში ჩამოვიდა თო შეიძლება შემეხმიანოს რაღაცა ის გვერდში დაუდგები რაღაცა. ეხლა ბათუმში ჩამოვედი რაღაცა, მეთქი აი დათო ბათუმში ჩამოვდივარ რაღაცა ვიდეო ხო არ მიგვეცა რა, ვიკაჩავთ რაღაცა გაასწორებ და კი ბაზარი არა, ძმაო რაღაცა
იმენა არ ბიჭო, ჯიგრული ურთიერთობას რა უდგას წინ რა, რაღაცა არ შეიძლება რა. აი რო უყურებ და აუ ეს რაღაცა არ შეიძლება ეგეთი რაღაცა რომ აი რაღაცა უყურებ რა, დამატებული ყავს და იბოღმებოდე ვიღაცაზე რაღაცა, არის რატო იმას და მე არა რაღაცა ეგეთი რა. არჩი აი ეგეთი თუ ხარ, ვერ მიაღწევ ცხოვრებაში ვერაფერს რა და თუ შორს თეთრი შორი უნდა იყოს რომ გისწორდება რომ შენი თუნდაც რავი ახლობელი მეგობარი აზე არა აქვს რომ რაღაცა მიაღწია და რაღაც ბაზარი არა. რავი მე მისწორდება ეხა რავი მე მაგერ მისწორდება რავი ოთოს რო ვიცნობ ტატოს რო ვიცნობ გენოც რო ავიღოთ გენოც რა ფორმას აკეთებს და რო გამოდეს სულ ხვდები რომ აუ გენო რა ჯამზეა გენო რა ხოძეა გენო რა აი კაროჩ ეხა ტატოც რა ხოძე მოვიდა კაროჩე ვაფშე ესეთია რა ცხოვრება რომ არ ვიცი პროსტა უნდა იყო ჩილგაი ჩემი აზრით გაევსო და წახვალ წინ წაგივა საქმეები როცა ეგეთი ტიპი ხარ და არავის არ გშურს და არავის არ უყურებ უნდა გშურდეს მარტო შენი თავის რომ აი ესე და ეს რა ყოველდღიურ ვარჯიშს საკმაოდ პროდუქტიულად ვივარჯიშეთ კერდი დელტები უმეტესობა დღეს მკერდზე გქონდა უკანა მხარე და ისინი აღარ გამოვაჩინეთ უკვე დროც გვეწურება ნუ მე მეწურება იმიტომ რომ მოსწავლეები მყავს ხო და ძალიან კარგი ვარჯიში იყო სასიამოვნო იყო ოთოსთან ერთად ვარჯიში შეხვედრა დალაპარაკება განხილვა ამ ყველაფრის რავი მაინც ბათუმშია ჯერ კიდე შევხვდებით მაგრამ მაინც კიდე ვიდეოს ჩავწერთ კიდე ოთოს სარხზე და აუცილებლად გადახვალთ უყურეთ და საპორტეთ ძალიან მჭირდება თქვენი საპორტი დაალაიქეთ გამოიწერეთ არხი აუცილებლად ინსტაგრამი რავი ყველაფერი რაც შეგიძლიათ და თუ არ გეზარებათ ძალიან დაგვეხმარებოდა აბა ჩემს სიტყვი აბა ანალოგიურ სიტყვები ყველაფერს რა თქვენი ლაიქით და თქვენი ნახვებით ხედავთ ჩვენ რომ ესეთი კონტენტი მოგცემთ რა და ჩვენც ვაგრძელებთ სიამოვნებით რა რომ ხედავთ რომ გვიყურებს 1000 კაცი 2000 კაცი და მსგავსად ეხა იასნია რომ სიამოვნებს რა რომ ხალხს უნდაც ინფორმაციას ვაძლევთ, თუნდაც ვეხმარებით და мотиваციას იღებენ რა, ასე თუ ისე რა. мотиваციას უეჭველი ვაძლევთ ხალხს ჩემი აზრით, რომ ჩემთანაც და ეჭვი არ მეპარება, შენთანაც ბევრი მოსულა და უთქვამთ რომ აუ შენს გამოვარჯიშობ და мотиваციას ვაძლევ და ეგეთი ხალხი და ეგეთი სიტყვები, მაგრამ მადლობს мотиваციას რომ უფრო უკეთესი გავაკეთო, რომ ესეთ ხალხს ევასება რა, ზოგიერთისგან განსხვავებით. პროჭი არ უნდა იყო რა. აი ქუჩაში შეჯიბის რომ ემზადებოდი რა. ქუჩაში მოსულა კომანდა, ვაფშე უცხო კომანდა. ფოტოებს იღებდნენ, ზროსლი კომანდა მოსულა, ვაფშე აი ზროსლი, აჩენ ხარ წვერები როება და რაღაცა და ტიპი მე მომება შენ ოთარა არა ხარ, რომ YouTube-ზე ვიდეოებს ვწოდება, რომ გამოდი შეჯიბზე. ვა მეთქი კი. აუ მაგრაკ ბალეში ყობ რაღაცა და მამის ტოლა კაც. აი ბიჭო პროსტა შოქში ვიყავი იმ მომენტში, მაღაზიიდან გამოვიდა ტიპი, იმიტომ რომ მაღაზიიდან თვალი მომკრა, რიგიდან გამოვიდა რა. მეთქი რავი საღოლი მე და მაგის მე და აი ეგ არ დამოვიწყება არასდროს რა. აი მაგარი სასიამოვნო ვარ, ეხლა ყოველივე რა. ხო და ამიტომ თქვენზეა კიდე ბევრი დამოკიდებული. ამიტომ მომავალ შეხვედრამდე და მადლობა რომ უყურეთ ამ ვიდეოს რა. შეხვედრამდე. მადლობა კიდე ოთოს რომ მოვიდა, უკაჩავეთ და აბა